ახალ წიგნს გილოცავ დაბადების დღეს და ეხლა ეს რეპლიკა მქონდა რომ როგორც გავიცანი მოთხრობა იყო მწერალი ხა ალბათ დავიცი ბევრს არ ახსოვს და არ წაუკითხავს ძალიან საინტერესო და პრინციპში ის არის რაც არის ბედი ასე ვთქვათ მოდი მწერლების რომ როდესაც დგები სხვა გზა არა გაქვს და რაღაცის სახურებაში ეს იქნება დიდი კორპორაცია ეს იქნება იგივე რაღაც კომერციული მიზანი და ასე შემდეგ და ძალიან თვითირონიული ძალიან ცინიკური რაღაც გაგებით და ძალიან ესე ვთქვათ ცოტა პოლიტიკური ტექსტიც იყო რამდენადაც მახსოვს ძალიან 25 წლის წინ ხო სადღაც თუ არ ვწდები 22 წელს გამოვიდა 23 წელს ესე ბავშვობიდან ნაკნინე და ესეთი საინტერესო იყო და თან მაშინ გავიცანით როგორც ზემხა და დღემდე ზემხას ეძახი და გურამმა მას შემდეგ რა თქმა უნდა ბევრი წიგნი დაწერა უბრალოდ ეს იყო ჩემი პირველი შეხება მის ლიტერატურასთან და ეს მიმართულებები ეს რაც ძალიან ზოგადად მნიშვნელოვანია ერთგვარი გროტესკი თუ დისტოპია რასაც ახლა ამ წიგნში ვხედავ რაც წავიკითხე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილ ასეთ მონაკვეთში მე ჯერ არ წამიკითხავს ეხლა შევეხე პირველად და ვნახე და აი ეს ფსიქოანალიზის დრამები და რაც თავარია ტრაგედია თან რომელიც არის ჩვენი ცხოვრების ნაწილიც ეს ყველაფერი ეს მთელი ეს ქაოსი რაც ხდება თუნდაც დღეს ეს ძალიან საინტერესო ლიტერატურული ფორმები და ხერხებით არის გურამის შემოქმედებაში გურამ წარმატებებს გისურვებ წიგნი რომ მქონდეს წაკითხული უფრო კარგად და უფრო მეც ვისაუბრებდი რადგან ეხა დღეს ამ წიგნის დღეა და შენი დღეა და ვისურვებდი რომ აი რაც იმ პირველ მოთხრობაში გაქვს ის არასდროს არ ყოფილიყოს ამას ვისურვებდი ჩვენი ქართველი მწერლების ცხოვრებაში და ჩვენ ყოფილიყავით თავისუფლები ყოფილიყავით შემოქმედებით თავისუფლება არის რა თქმა უნდა ამავე დროს ყოფის თავისუფლებაც იმიტომ რომ როდესაც შენ არა გაქვს რაღაც ვალდებულებები არა გაქვს არ კიდია ესე თქვათ ფინანსური პრობლემები მხრებზე თუ ასე შემდეგ რაღაც ბევრი სხვადასხვა საქმე მეტად რეალიზდები და მეტად ახერხებ შენი სათქმელის თქმასაც ამავე დროს ძალიან საინტერესოა ის რომ შენს წიგნებში ყოველთვის არის იდეა და სათქმელი და ამავე დროს ეს რა და ის როგორ იქნება სტილისტიკა ეს სული ეს მხატვრული ღირებულება კიდე ცალკე თემა არის ყოველთვის ძალიან საინტერესო ხა საქართველოს ალტერნატიულ რუკას უყრებ და ყოველთვის გაქვს ექსპერიმენტი ყოველთვის გაქვს რაღაც ახლის ძიება მუდმივი ძიება შენს კონკრეტულ შენს შემოქმედებაში და ამავე დროს რაღაც ეს ყველაფერი არის უნისონში მსოფლიო ლიტერატურასთან მის ახალ ფორმებთან მრავალი აი შენს წიგნებს ესე ვთქვათ ხოლმე ერთი კარი და ერთი გასასვლელი არ აქვს რაღაც ბევრი კარიდან შეიძლება შეხვიდე და ბევრი ასე ვთქვათ რაღაც ძალიან საინტერესო სიღრმეები ნახო აქ პირველმა გამოსვლელმა თქვა რომ ეს არის თან ყველასთვისო და თან ინტელექტუალებისთვისაც რაღაც ზღვაში ცურვასავით არის ზოგ შეუძლია იტივტივოს ზედაპირზე ზოგი კიდე ჩავიდეს სიღრმეში და ეს მარგალიტები იპოვოს რასაც ნამდვილი ლიტერატურა ქვია გილოცავთ ყველას პირველ რიგში მკითხველს და მადლობა